წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მცირე ზომის კუნძული, რომელსაც დღეს ყველა ვიცნობთ სახელწოდებით აღდგომის კუნძული. ცნობისთვის მას ადგილობრივი მოსახლეობა რაპა-ნუის ეძახის. ქართულად ის ითარგმნება როგორც დედამიწის ჭიპი. დღეის მონაცემებით კუნძული ჩილეს ტერიტორიულ ერთეულადაა ცნობილი. მისი ფართობია 164 კვადრატული კილომეტრი. შედარებისთვის თბილისის ფართობი 726 კვადრატული კილომეტრია, ანუ 4 ნახევარჯერ დიდია კუნძულზე. ჩილეს სანაპიროდან უმოკლესი დისტანცია 3700 კილომეტრია. ევროპელების გამოჩენა ამ კუნძულზე პირველად მოხდა მე-18 საუკუნეში. კერძოდ ის შემთხვევით იპოვა ჰოლანდიურმა ექსპედიციამ, რომელსაც მეთაურობდა იაკობ როგევენი. ეს მოხდა 1722 წელს აღდგომის დღესასწაულზე, რის გამოც კუნძულსაც შესაბამისი სახელწოდება მიეცა. მათ იქ დახვდათ აბორიგენი მოსახლეობა, რომლის რაოდენობაც დაახლოებით 3000-მდე იყო. ამის შემდეგ უკვე მე-19 საუკუნეში კუნძულზე ჩავიდა სხვა ევროპული ექსპედიციები. 1860-იან წლებში კუნძულს შეესიენ მონათვაჭრები და მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანზე ცოტა მეტი დატოვეს. 1898 წელს ჩილემ მოახდინა ამ კუნძულის ანექსია, რის შემდეგაც ითვლება ჩილეს ტერიტორიულ ერთეულად. მიუხედავად ჩატარებული ეთნოწმენდისა და მონათხრობელური დამოკიდებულებისა, რაპა-ნუის მოსახლეობა მაინც შეინარჩუნა თვითყოფადობა და იდენტობა. ნაწილი მონობიდან მოგვიანებით დაუბრუნდა საკუთარ მიწას. დღეისთვის კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 7800 ადამიანია, საიდანაც 45% თვლის, რომ ის რძირძველი რაპა-ნუელია. ეს კუნძული ყველასათვის ცნობილია თავისი ქანდაკებების მეშვეობით, რომელთაც მოაი ქვია. თავად კუნძული ევროპელებს დახვდათ პრაქტიკულად გაუდაბნოებული. მასზე ბუჩქზე დიდი მცენარე უბრალოდ არ იზრდებოდა. ასევე მასზე არ ბინადრობდა გარეული ცხოველები. კუნძული ვულკანური წარმოშობისაა, მას სამკუთხა ფორმა აქვს და ყველა კუთხეში ჩამქრალი ვულკანური კრატერებია. კუნძულის ნიადაგი წარმოიშვა კლდოვანი ქანების ეროზიის შედეგად. თავად კუნძულის მიწა საკმაოდ ხირხატი და გამოფიტულია. ერთადერთი ნაყოფიერი მიწა არის მის ჩრდილოეთით, სადაც ადგილობრივებს ბატატი და იამსი მოჰყავთ. ეს კუნძული არის ერთეული და განცალკევებული მიწა უზარმაზარ ოკეანეში. მის ირგვლივ მყოფ რამდენიმე მცირე კუნძულოვან წარმონაქმს თუ არ ჩავთვლით, მახლობლად სხვა მიწა არაა. მასთან ყველაზე ახლოს არის პიტკერნის კუნძულები, რომელიც მისგან დასავლეთით დაახლოებით 2000 კილომეტრითაა მოშორებული. ჩვენ ამ ინფორმაციით გვინდა ხაზი გაუსვათ ერთ ფაქტს. ეს კუნძული არის ყველაზე იზოლირებული დასახლებული ტერიტორია მთელი პლანეტის მასშტაბით. არქეოლოგიური კვლევების მიხედვით ამ კუნძულზე პირველი ადამიანი დასახლდა ჩვენი წელთაღრიცხვით 1000 წელს, პლუს-მინუს 100 წლიან პერიოდში. გენეტიკური კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ აქ მაცხოვრებელი ხალხი არიან პოლინეზიელების გენეტიკური ნათესავები. ამ ფაქტს ადასტურებს ასევე ამ კუნძულის აბორიგენი მოსახლეობის შემორჩენილი გადმოცემაც, რომლის მიხედვითაც მათი წინაპარი ვინმე ჰოტუ-მატუა იყო პირველ მოსახლე მეფე, რომელიც უცნობი სახელმწიფო ჰაივადან ჩამოვიდა. გადმოცემის მიხედვით ჰოტუს მმართველობის დროს მის სახელმწიფოს უბედურება დაატყდა. არის სხვადასხვა ვერსია. ერთის მიხედვით იყო თავდასხმა მტრული ძალების მიერ. მეორეს მიხედვით გარკვეულმა ბუნებრივმა კატაკლიზმმა აიძულა მეფე თავის მოსახლეებთან ერთად გაქცეულიყო საკუთარი სახელმწიფოდან. ამავე გადმოცემის მიხედვით ჰოტუ-მატუა და მისი ხალხი კუნძულზე აღმოსავლეთის მხრიდან ჩამოვიდნენ. ეს ძალიან უცნაური მოვლენაა, იმიტომ რომ პოლინეზიური დასახლებები ამ კუნძულიდან გეოგრაფიულად ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. აღმოსავლეთით კი მხოლოდ სამხრეთ ამერიკის კონტინენტია, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ 3500 კილომეტრითაა დაშორებული კუნძულს. ამ ადგილის კვლევა მე-20 საუკუნეში ძირეულად დაიწყო ჰოლანდიელმა მოგზაურმა ტურჰეიდალმა. მან ექსპერიმენტიც ჩაატარა და ინკების ტექნოლოგიით აგებული ტივით სახელად კონტიკით პერუდან იმოგზაურა აღდგომის კუნძულამდე. ამით მას სურდა დაემტკიცებინა, რომ ამ კუნძულის მოსახლეობა წარმოშობით სამხრეთ ამერიკელი ინდიელები იყვნენ. მიუხედავად მისი წარმატებული ექსპედიციისა, მაინც ვერ დამტკიცდა აბორიგენი მოსახლეობის სამხრეთ ამერიკული წარმოშობა. მთელი მისი თეორიები სრულიად გაბათილდა, როგორც კი გენეტიკური კვლევები ჩატარდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი პოლინეზიელები არიან წარმოშობით. ტურჰეიდალზე მოგვიანებით კიდევ ვილაპარაკებთ. ამ მომენტში ალბათ თქვენ უკვე გაქვთ შეკითხვა, რატომ შევეხეთ ამ კუნძულს საერთოდ. ადგილი, რომელიც აღმოჩენილია მე-18 საუკუნეში და რომელზედაც პირველი ადამიანი კვლევების მიხედვით ჩავიდა ჩვენი წელთაღრიცხვის ეპოქაში. ერთი შეხედვით აქ გასაკვირი არაფერია. მით უმეტეს პოლინეზიელების განთქმული ზღვაოსნობის ფაქტორის გათვალისწინებით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა მათთვის 2500 კილომეტრის გაცურვა ზღვაში, მათი ტივების ან თუნდაც კატამარანების მეშვეობით. ალბათ იკითხავთ, მაინც რა არის ამ თემაში უცნაური და უძველეს ცივილიზაციებთან დაკავშირებული. ჩვენ ვიტყვით, რომ ყველაფერი უცნაურია, რაც ამ კუნძულთანაა დაკავშირებული. ევროპელებს დახვედრილი აბორიგენებით დაწყებული, მათი წეს-ჩვეულებებით გაგრძელებული, კუნძულზე აღმოჩენილი ნაგებობების ნაშთებით და თავად კუნძულის ისტორიით დასრულებული. ყველანაირად უცნაურია პოლინეზიელების აქ გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ კარგი მეზღვაურები იყვნენ. ევროპელების გამოჩენამდე კუნძულზე ჯერ კიდევ ქვის ხანა იყო,
როგორც ტექნოლოგიური განხრით, ასევე სოციალური და მეცნიერული კუთხითაც. ამ დროს აქ აღმოჩენილია გარკვეული ნაგებობების ნაშთები, პლატფორმები, რომლებზედაც გადმოცემით თავის დროზე იდგა მოაის ქანდაკებები. ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ ამ პლატფორმის სტრუქტურა პრაქტიკულად სამხრეთ ამერიკული პოლიგონალური წყობის იდენტურია. არადა იქ მაცხოვრებელი ხალხი არ არიან სამხრეთ ამერიკელები, ხოლო თავად პოლინეზიის არც ერთ ნაცნობ კუნძულზე მსგავსი ნაგებობის ნაშთები არ შეინიშნება. ასევე საინტერესოა თავად ქანდაკებებიც. როგორც ცნობილია, ადამიანი თავის შემოქმედებაში მისთვის ნაცნობ გარემოს თუ ფორმებს აღწერს. ძველ კულტურებში გაკეთებული ქანდაკებები მაქსიმალურად დაახლოებულია იმ ეპოქის ადამიანის თუ ცხოველის ფორმებს. აქ არ იცვლება აბსტრაქტული ნახევრად ცხოველის და ადამიანის ფორმის ქანდაკებები. მოაი გარეგნულად სრულად ასახავს ადამიანს, თუმცა მისი გარეგნული იერი არანაირად არ წააგავს პოლინეზიურ ან თუნდაც სამხრეთ ამერიკულ იერსახეს. ერთი შეხედვითაც კი ჩანს, რომ ის სრულიად განსხვავებულ რასას გამოსახავს, რაც ბადებს ეჭვის საფუძველს, რომ ის სხვა ადამიანების შექმნილია პოლინეზიელების გამოჩენამდე. ამ ქანდაკებების ასაკზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუნდაც იმ განხრით, რომ ბევრი მათგანი ევროპელებს და სავარაუდოდ თავად პოლინეზიელებსაც დახვდათ მიწაში საკმაოდ ღრმად ჩაფლული. წარმოიდგინეთ მრავალტონიანი, დაახლოებით 4 და მეტი მეტრის სიმაღლის ქანდაკებები, რომელთა მხოლოდ თავი და მხრები ჩანდა მიწიდან ამოშვერილი. ანუ დაახლოებით რამდენიმე მეტრის სისქის შლამშია ჩაფლული ეს ნაკეთობები. ასეთი სისქის კულტურული ფენა ვერ დაიდებოდა მეცნიერების მიერ დაწერილი 9 საუკუნის განმავლობაში. მით უმეტეს იმ გარემოს გათვალისწინებით, რომ კუნძული ვულკანური წარმოშობისაა, ანუ აქვს კლდოვანი სტრუქტურა, ხოლო მისმა მოსახლეობამ მოსვლიდან ძალიან მალევე მთელი ტყის საფარი გაანადგურა. იმისთვის, რომ რბილი ნიადაგი შეიქმნა, საჭიროა რამდენიმე ფაქტორი. ერთი, როდესაც მასზე მცენარეული საფარია განლაგებული, მაგალითად ხეები, ბუჩქნარი, დიდი ბალახი და ასე შემდეგ, რომელთა ნაშთებისგან წარმოშობილი ნეშომპალა დროთა განმავლობაში ქმნის შავმიწა ნიადაგს. წლების შემდეგ ამ ნიადაგის სიმაღლე იმატებს მასზე დაცემული ფოთლების თუ სხვა ნაშთების ლყობის შედეგად. მეორე ვარიანტია თუ კი წყალს მოაქვს შლამი. იქნება ეს მდინარის თუ უბრალოდ ნებისმიერი დინების მიერ მოტანილი. ანუ საჭიროა დიდი ნიაღვრები. თუნდაც პოლინეზია ცნობილია იქ ხშირად განმეორებადი ცუნამები, რომელსაც ზღვიდან ამოაქვს გარკვეული შლამი და კუნძულებზე ტოვებს ნალექის სახით. აღდგომის კუნძულზე არც გეოლოგიური კვლევით და არც ადგილობრივების გადმოცემით არ დასტურდება არანაირი მასშტაბური ცუნამი უახლოეს წარსულში. ერთადერთი ვარიანტი, რომ ეს ქანდაკებები ჩაფლულიყო ასეთი სისქის შლამში, არის დიდი წარღვნა, რომელიც დაახლოებით 12,000 წლის წინ მოხდა. შესაბამისად, ლოგიკურია თუ კი ვივარაუდეთ, რომ ეს ქანდაკებებიც იმავე ეპოქიდანაა. უკვე ნახსენები პლატფორმები, რომლებსაც აჰუს ეძახიან ადგილობრივები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იდენტურია სამხრეთ ამერიკული პოლიგონალური კედლებისა. ჩვენი კლუბის მოსაზრებით, ის სამხრეთ ამერიკული კედლებით სწორედ წარმოქმნელი შემოქმედებაა. ჩვენ პოლიგონალურ წყობაზე გვაქვს გაკეთებული ფილმები. თუ არ გინახავთ, ბმულები აღწერილობაშია. ტურ ჰეიდალის ვერსია, რომ ამ კუნძულის მოსახლეობა სამხრეთ ამერიკული წარმოშობისაა, სწორედ ამ ფაქტებზე იყო აგებული. ასევე აბორიგენები აკეთებდნენ ლერწმისგან ისეთივე ტიპის ნოებს, როგორიც ინკების კულტურაში იყო მიღებული. ანუ ფაქტია, რომ გარკვეული კავშირი სამხრეთ ამერიკასთან მაინც იყო. თუმცა განმეორდებით დავიტყვით, რომ აბორიგენებს სამხრეთ ამერიკის მოსახლეობასთან არანაირი გენეტიკური ნათესაობა არ აკავშირებთ. ისინი პოლინეზიელები არიან. აქედან ჩნდება ლოგიკური დასკვნაც. ევროპელებს დახვედრილი აბორიგენი მოსახლეობა ქანდაკებების შექმნის შემდეგ მოხვდა ამ კუნძულზე, სადაც დახვდათ გარკვეული ინფრასტრუქტურის ნაშთები, მოაის ქანდაკებების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ეს ქანდაკებები, რაც შემორჩენილია, ძირითადად დანგრეული ან გაძარცვულია. იშვიათია შემორჩენილი პირვანდელი სახით. ზოგჯერ კიდევ ქუდები ახურავთ, ზოგიერთს თვალებით შემორჩათ. საინტერესოა ეს ქუდები რას ნიშნავს. ცნობისათვის დახვედრილი მოსახლეობის ტრადიციაში არ იყო მსგავსი ფორმის ქუდის მოხმარება. თუმცა ამ ტიპის ქუდები გვხვდება სრულიად სხვა ხალხში, რომლებსაც საერთოდ არანაირი კავშირი პოლინეზიასთან მე-19 საუკუნემდე არ ჰქონიათ. მეცნიერებმა და არქეოლოგებმა კვლევის შემდეგ ტრადიციული მოსაზრებებით დაადგინეს, რომ ამ ქანდაკებებს რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ. მათ ადგილობრივების გამოკითხვის და გადმოცემების მოსმენის საფუძველზე თავად რელიგიური მრწამსის რეკონსტრუქციაც მოახდინეს. ანუ მათი თქმით, რაპანუელები ამ ფიგურებს აკეთებდნენ თავიანთი ბელადების და წარჩინებული თანატომელების საპატივცემულოდ. თითქოს და გარდაცვალების მერე ამ ქანდაკების მეშვეობით რჩებოდა მათი სული კუნძულზე და ეხმარებოდა კუნძულელებს ცხოვრებისეულ ყოფაში. აღსანიშნავია, რომ ყველა ქანდაკება დგას სახით კუნძულის ცენტრისკენ. ეს გახდა სწორედ მეცნიერების მოსაზრების საფუძველი ამ თეორიის ჩამოყალიბებისა. კვლევებით დაადგინეს ისიც, რომ ამ ქანდაკების ძირითადი ნაწილი გაკეთებულია ჩვენი წელთაღრიცხვით 1200-1500-იან წლებში, სავარაუდოდ ტრადიციული კულტურული ფენის სისქით გამოთვლის მიხედვით. თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად ქვის დამუშავების დათარიღება დღევანდელი განვითარების პირობებშიც კი შეუძლებელია. ამიტომაც ეს თარიღი პრაქტიკულად პირობითია. ამ კუნძულის ყველაზე მთავარი უცნაური მოვლენა სწორედ ეს მოაის ქანდაკებებია. მოდით რელიგიური განხრით შევხედოთ თემას.
თუკი მოაი ერთგვარი კერპია, მაშინ უცნაურია მისი რაოდენობა. დღეს აღმოჩენილია 887 ცალი ქანდაკება, რომელიც ყველა სტილისტურად ერთგვაროვანია. კი, ისინი განსხვავდებიან ზომით და წონით, მაგრამ გარეგნულად აბსოლუტურად ერთნაირები არიან. კერპთაყვანისმცემელი რელიგიური საზოგადოებები არასოდეს არ აკეთებდნენ ერთმანეთის ანალოგიურ ქანდაკებებს. მსგავს რელიგიურ მიმდინარეობებში არის ღმერთების პანთეონი, სადაც კერპებს უდგავენ ამ პანთეონის ძირითად ღვთაებებს. სხვადასხვა ტაძრებში დაყენებულ ერთი ღვთაების კერპებს კი აქვთ იდენტური სტილი დაცული, მაგრამ მასობრივად ერთნაირ სახეს სხვადასხვა კერპებს არავინ აძლევს. მუდამ არიან სხვადასხვა სქესის ღვთაებები, როგორც ქალები, ისე მამაკაცები. ასევე ბევრგან ცხოველებიც ყავდათ ღვთაებებად. არიან ასევე ზოომორფული ღვთაებები, სადაც ცხოველური და ადამიანური არსია გაერთიანებული. ამ ყველაფრის გამო კერპთაყვანისმცემელ რელიგიებში კერპები მრავალფეროვანია. მოაების შემთხვევაში პრაქტიკულად სტანდარტიზაციასთან გვაქვს საქმე. ამ დროს აღსანიშნავია ისიც, რომ საკმაოდ რთულია დაიცვა ერთგვაროვნება მრავალჯერად დამზადებულ ნაკეთობაზე. თუკი მას მხოლოდ ხელის ინსტრუმენტებით ამზადებ. მით უმეტეს თუკი ის სხვადასხვა ეპოქაში დამზადდა. თანაც თუ მას ამზადებდნენ სხვადასხვა ხელოსნები, მაშინ საერთოდ გამორიცხული უნდა იყოს მათი იდენტობა. თუკი ვთქვათ ეს მართლაც მათი ბელადების გამოსახველი ქანდაკებები იყო, მაშინ საუბარია მრავალი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე. ანუ თაობების ცვლილების შემდეგ ხდებოდა ახალი მოაის დამზადება. ასეთ შემთხვევაში ჩნდება შეკითხვა: რატომ არ სცადეს ადგილობრივმა ოსტატებმა რამენაირად უფრო მეტად მიემსგავსებინათ მათი გარეგნობა ადამიანისთვის? ამავე დროს, თუკი ამ ქანდაკებებს სხვადასხვა დროში აკეთებდნენ, რანაირად ხდებოდა ამ კვალიფიკაციის შენარჩუნება? როგორც მოგეხსენებათ, იმისთვის, რომ რაიმე გააკეთო, რომელიც იქნება მეტნაკლებად ხარისხიანი, საჭიროა მრავალწლიანი სწავლა და მუშაობა ამ თემის გარშემო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გარდა ამ მოაებისა, კუნძული სავსე უნდა იყოს სხვა ქანდაკებებითაც. პრაქტიკულად ყველა მოაი ფილიგრანულად დამზადებული ხელოვნების ნიმუშია. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი შემქმნელი ოსტატი დახელოვნებული უნდა ყოფილიყო ქანდაკების კეთებაში. ეს კი თავისთავად გულისხმობს იმ ფაქტსაც, რომ ამ ოსტატს უნდა გაევლა გარკვეული გზა, რომ საჭირო კვალიფიკაციისთვის მიეღწია. ანუ უნდა იყოს კუნძულზე აღმოჩენილი არაერთი შედარებით უფრო დაბალი ხარისხის ნაკეთობებიც, რომლებზეც ივარჯიშებდნენ ეს ოსტატები. ამავე დროს, რატომ უნდა ყოფილიყო შეზღუდული ეს ოსტატი და მხოლოდ მოაის ფორმის ქანდაკებები ეკეთებინა? რატომ არ შემორჩა თუნდაც ფრინველების ან რაიმე ცხოველის ქანდაკებები, ან სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშები? ამავე დროს ადამიანებს ყველას განსხვავებული სახის ნაკვთები აქვთ. თუ დროთა განმავლობაში არავინ გამოჩნდა ისეთი, რომ ეცადა მაინც შედარებით უფრო რეალისტური ქანდაკება შეექმნა. თუ ლოგიკურად მივუდგებით საკითხს და აქ აღწერილ ფაქტებს გავაანალიზებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ეს მოაები სინამდვილეში ერთ ეპოქაშია გაკეთებული, სავარაუდოდ ერთი ოსტატის ან ოსტატთა ჯგუფის მიერ. აქვე გავმეორდებით, რომ ეს ქანდაკებები დგანან კუნძულის თითქმის მთელ პერიმეტრზე სახით კუნძულისკენ, რაც კიდევ უფრო მეტ უცნაურობას წარმოადგენს. თუმცა დღეისათვის საკმარისია ამ საკითხზე შემდეგ სერიაში გვექნება უფრო დეტალური განხილვა. თუ ფილმი მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი და რეაგირება მოგვიხსნით YouTube-ზე. აუცილებლად მოგწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ თემის შესახებ. დღეისათვის სულ ეს იყო, გემშვიდობებით მომავალ სერიამდე.